მოდი განვიხილოთ მოკლე სიგრძე, როდესაც მომხმარებელს უნდა მკვეთრად გამოსახული ოთხკუთხედი. კორექციას შევასრულებთ პოლიგელს პლუს გელი. დავაკვირდეთ ახლა სად რა გვაქვს მისამეტებელი, აქეთ მარჯვენა მხარეს როგორც ვხედავთ, კუთხე არის დასამატებელი, მარცხენა მხარესაც ანალოგიურად გვაკლია კუთხე, პლუს თუ დავადებთ კლიპს ფჩხილს ზემოდან ვხედავთ, რომ ოდნავ წინ დახრილია ფჩხილი, ახლა ვახსნით მასალას პროკაკად დავინახავთ, ცოტა წინ დაშვებული აქვს, ასევე გვერდითა პარალელებს თუ შევხედავთ, გვაკლია კუთხე და გვერდიც, რომელიც იქნება აღსაღდგენი. მოდი ახლა ავხსნათ ძველი საფარი, მთლიანად 0-ში უნდა ავიღოთ, დავიწყებ ოდნავ ჩამოვცდები ყოფილი ნუნის მიმდებარე ადგილს და ავხსნი ესე მთლიანად. დავამუშავოთ კლიპით, ძველი მასალა ყველაფერი რომ ავიღოთ, თან ხავები ავწიოთ, როგორც ვიცით, ხავების აწევა გვჭირდება იმისათვის, რომ პრაიმერი და ბაზა უფრო კარგად შევიდეს სიღრმეში და მოჭიდებაც უფრო კარგი ჰქონდეს. ვამუშავებ ყველა კუთხეს, ყველა დეტალს, რომ არსად არ დამრჩეს კუნძული, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც არ იქნება ფჩხელი დამუშავებული, იქ მოჭიდებაც არ ექნება კარგი მასალას. წავუსვით ბაზა, პრაიმერიც და ჰიდრატორიც და გავაშრეთ და ახლა დავიწყოთ განსაზღვრა სად რისი დამატება გვინდა. ვხედავთ მარცხენა მხარეს კუთხეა დასამატებელი, მარჯვენა მხარესაც კუთხე და გვერდი გვაქვს დასამატებელი იმისთვის, რომ სიმეტრიული ლამაზი კვადრატის ფორმა გქონდეს. აქეთ მხარეს ცოტა ოდნავ ნაკლები გვინდა, ხოლო მარცხენა მხარეს ცოტა ოდნავ მეტი. სიმაღლითაც ახლა რომ შევხედავთ, ხედავთ რომ წვერი ოდნავ წინ დახრილია, ანუ სიმაღლეშიც ძალიან ოდნავ იქნება დასამატებელი. ხელოვნური საფარი, აქეთ გვერდი, კარგად არის შესავსები. თუ დააკვირდით ფჩხილის დამუშავებისას, მე თავისუფალ კიდეს არ შევხები ვარ, არ მომიქლიბი არაფერი, დავტოვე ისე როგორც არის, თავისუფალ კიდეს უკვე პოლიგელის განთავსების და გამაგრების შემდეგ მივხედა. ავიღოთ პატარა წვეთი პოლიგელი და გადავიტანოთ თავისუფალ კიდეზე, ფორთოხლის ჯოხს ესე ვატრიალებ, თან ვაწვევი, რომ მასალა ჩამოიხსნას ჯოხიდან. ჯოხს ვასველებთ ან კლინსერში, ან სპეციალურ ფლუიდ ხსნარში. ფუნჯი არ უნდა იყოს ძალიან სველი და არ ძალიან მშრალი და ვიწყებთ მის გადანაწილებას წინა მხარეს ფჩხილისას და არაზე გავიტანთ ნუნის მხარეს. ფუნჯის დადების პოზიცია ესეთია. თეორიაში კიდეც ავხსენი, ფუნჯის წვერი არა მასალაში ერჭობა, არამედ თვითონ ფჩხილის ზედაპირზე იდება და ფუნჯის მუცლით ვმუშაობთ და ვიწყებთ მის გადანაწილებას, ესე ვაწვევით 45 გრადუსიანი დახრის კუთხე გვაქვს ფუნჯის, დაწოლით ესე არაზე გადის მასალა წინ და უკანა მხარეს, ანუ ჩვენსკენ თავისუფალი კიდის მხარე უფრო იშლება და ძირითადი მასალა ნაწილდება იქეთ. გაგვაქვს გვერდებში და თაღისებრი უნდა გადავანაწილოთ ფჩხილის ზედაპირზე, გავითვალისწინოთ ფჩხილის თაღოვნება. თან რო ვაწვევით, ნახეთ ფუნჯის გვერდიდან ოდნავ მოჩანს მასალა და გამომაგ ნელ-ნელა ესე. ანუ მთლიანად ერთიანობაში არ ვაწვევი, რომ მთლიანად გავიდეს მასალა, ეტაპობრივად გამაგ. სინუსებშიც გავიტან ახლა მასალას მე ნახეთ თავისუფალ ფჩხილის ზედაპირზე არაზეა გასული მასალა, ფაქტობრივად განასვლის ხაზი არ ეტყობა იმას ხელოვნურ საფარს. სინუსებში ახლა გავიტან, კარგად მივტკებნი ისე რომ აქაც არაზე გავიდეს და არ შეიქმნას ესეთი საფეხუროვანი სივრცე, როგორც წესი პოლიგელის დადების დროს ზემოდან როდესაც დავხედავთ ხოლმე ფჩხილს, რაღაცნაირად გვერდზე ესეთი გამობუკულები ეტყობათ ხოლმე და მე არის ხოლმე საკლები. სინუსებში ახლა კარგად გამოგვაქვს და თან მასალას ცოტა ქვემოთ დავუშვებ, რომ აი ის კედელი, რომელიც გვაკლია, აღვადგინო და თან ზედაპირზეც იდეალურობამდე მიმყავს პოლიგელი, რომ ბევრი სამუშაო არ ქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ხო აქ არ ვქლიბავთ შუალედურს, ეს არის ტრამპლინის ტიპის ფჩხელი, შუალედურს არ ვქლიბავთ, ესე თაღს მივყვები, რომ ლამაზად გამოვიდეს და შემდეგ, როდესაც გავაშვებ, პირდაპირ გავამაგრებთ გელით.
გაატანისას მასალის გვერდებში გატანისას არის ხოლმე ისე რომ შიდა მხრიდან, აი ესე რომ დავაწვევით, შიდა მხრიდან იცის მასალამ ჩაწევა. ესეც ნელ-ნელა ფუნჯის წვერით ესე გამოვიტანთ, გამოვასწორებთ, რომ აქაც არ იყოს ძალიან ჩატკეპნი, რომ მე ამოქლება არ გაგვიჭირდეს. პოლიგელი ცოტა ისეთი მყარი პოლიგელი, ცოტა რთული დასახლებია გელთან შედარებით. ამ შემთხვევაში ჩვენ პოლიგელიც შესარჩევი გვაქვს, რბილი პოლიგელი არ გამოგვადგება, იმიტომ რომ კუთხეები რომ დაიჭიროს, საკმაოდ მყარი კონსისტენციის პოლიგელი უნდა იყოს და ასეთი პოლიგელები, როგორც წესი, ქლიბის და პირის მიმართ ცოტა რთულად დასამორჩილებელია. აქაც სინუსში ახლა გამაქვს როგორც მარცხენა მხარეს, აქაც ანალოგიურად არაზე გამაქვს და გვერდი უნდა აღვადგინო. შეამჩნევით ალბათ ჟელეგელთან განსხვავებით, აქ ფუნჯის პოზიცია და მოძრაობა განსხვავებულია, უფრო მიტკეპნითი მოძრაობებია, თითქოს ვატკეპნი, მაგრამ მთელი სიძლიერით არ ვაწვევი, უფრო ზედაპირულია. ჟელეგელით უფრო გაგვაქვს ხოლმე ჩვენ მასალა, როგორც გელზე გვართ მიჩვეული, უბრალოდ ქლიფს კი არა და ფუნჯს ვატრიალებთ ხოლმე. აქ ეხა ისე მიტკეპნითი მოძრაობებით გაგვაქვს და საჭირო სისქეს ისევ ვქმნი საჭირო ადგილებში. ზედაპირის დამუშავებისას აუცილებლად ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ზედმეტად რომ დავაწევთ, წინ ცხვირი არ ჩამოგვივარდეს. თუ ჩამოგვივარდება, ანუ ესეთი პოზიციით თუ დავადებთ ფუნჯს და მოხდა ესე რომ დაგვივარდა, ამის მარტივი გასწორება შეგვიძლია, ისევ უკან დავაბრუნოთ ჩვენ პოლიგელი. იმიტომ რომ თუ ესე დავტოვებთ, ნახე მაღალი წერტილი არა კიდეზე, არამედ შუა ადგილზეა და შესაბამისად სიგრძის მოკლება დაგვჭირდება. ამიტომ ქვემოდან ესე ამოვარტყათ პოლიგელს ფუნჯი და გავასწოროთ, რომ ყველაზე მაღალი წერტილი სიმაღლეში თავისუფალ კიდეზე იყოს, რადგანაც მე გელს რო დავადებთ, შეივსება ის სივრცე და მოგვეცემა საშუალება იმისა, რომ სწორი, იდეალურად სწორი კვადრატი გამოვიყვანოთ. ასევე გასათვალისწინებელი აქ ის ფაქტორიც, როგორც ჟელეგელის დროს, ისევე პოლიგელის დროსაც, რაც უფრო ნელა ვიმუშავებთ, ნელა ვიზოზინებთ, მასალა უფრო დრეკადი და ღობადი გამოდის და მე უკვე ფორმის დაჭერა უფრო ჭირს. ამიტომ სისწრაფეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეცადეთ გამოიმუშავოთ ზუსტი მოძრაობები, ზუსტი ტექნიკები, რომ დროში უცებ დადოთ მასალა, რომ ესე აქეთ-იქეთ დიდი ხანი ტრიალი და გასწორება გვერდის არ დაგჭირდეს. ახლა მე რადგანაც ხსნითანვე შესაბამისად ნელა ვმუშაობ და უკვე პოლიგელმა დაიწყო ასე ვთქვათ პოზიციების დაკარგვა და მიწევს მრავალჯერადად მისი გამოსწორება. უშუალოდ მუშაობის დროს ახლა თავისთავად თქვენც უფრო ორიენტირებული იქნებით უშუალოდ პროცესზე, ჩემსავით ესე საუბარი არ მოგიწევთ და თავისთავად უფრო უცებთ და სწრაფად სწორებთ ხოლმე გელის პოზიციას. მოკლედ ახლა ყველა მხრიდან დავათვალიერებ, თაღსაც შევამოწმებ ქვემოდან, ყველაფერი როგორც კი დამაკმაყოფილებს, შევდებ ნათურაში და გავაშრობ. გაშრობის შემდეგ არაფერს არ ვქლებავ, როგორც აღვნიშნე, წავუსვათ ახლა ერთი თხელი ფენა გელი, ისე რომ ყველგან საგულდაგულოდ ყველგან მივიყვანოთ, ნუნის მხარეს გამოვიყვანოთ ლამაზი კონტური, რომ შემდგომში გამაგრების წვეთს რომ დავდებთ იდეალურად დაჯდეს. თან ესეთი შეზევლითი მოძრაობებს ვაკეთებ. ავიღოთ ახლა საშუალო ზომის გელის წვეთი, გადავიტანოთ ნუნასთან ახლოს და გამოვიყვანოთ ახლა ძირითადად აპექსის ზონა და არაზე გავიყვანოთ მთელი გელი. აქეთ-იქეთ გადამომაქვს, ვფიქრობ უკვე ამაზე აღარც არის საჭირო საუბარი, იმდენჯერ გვაქვს ახსნილი. გავასწორებ გვერდებს.
უკვე გამოისახა მკვეთრი ოთხკუთხედის ფორმა, რომ დავკლებავთ უკვე ზე იდეალური ფორმის ფრჩხილს მივიღეთ. ამ მოტრიალების შემდეგ ვაკვირდებით, სად არის დიდი ოდენობის მასალა მოგროვებული და გავიდან აპექსის ზონისკენ, ანუ აპექსიდან უნდა იყოს ოდნავ ამაღლებული და შემდეგ სწორად უნდა გადიოდეს ხაზი, ანუ არ უნდა იყოს ესეთი ლინზისებური ფორმა, არ უნდა გქონდეს ჩვენს ფრჩხილს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ კვადრატი ყველა მხრიდან უნდა იყოს სიმეტრიულად და სწორი. თან სიგრძიდან გამომდინარე, აქ გვჭირდება დიდი აბიომი აპექსის ზონაში. ვაკვირდებით ახლა და სადმე ზედმეტად ხო არ არის ამობურცული და თუ ყველაფერი გვაკმაყოფილებს, შევდგათ ლამპაში.